და როცა აი ესე მდგომარეობაში, როდესაც ცარიელი ვართ ღმერთისგან და არ ვართ ტაძარი ღვთისა, ნახეთ როგორ გვიყურებს. მიმოიხილა მათ და რისხვით და მწუხარეთ. რისხვით, იმიტომ რომ ჩვენ უსჯულოებაში ვიმყოფებით, როცა ჩვენ ისე ვცხოვრობთ, მით უმეტეს ქრისტიანები თუ ჩვენში ღმერთი არ არის, ამიტომ რისხვას ვიმსახურებთ. რისხვას, იმიტომ რომ გახსოვთ უფალი როგორ ამბობს, მე კი არ დაგსჯით სიტყვას, რომელსაც მე ვიტყოდე, იმ სიტყვით განისჯებით. ანუ ჩვენ ვარი ვთქვით ღმერთთან ურთიერთობაზე, ღმერთს ჩვენ გული არ გაუხსენით, აკმაყოფილდით რაღაც რელიგიური ცხოვრებით, ღმერთი არ ცხოვრობს ჩვენში. შესაბამისად ღმერთთან არ აგვაქვს მამაშვილური ურთიერთობა და შესაბამისად ღმერთის შვილობაზე უარი ვთქვი, შესაბამისად კანონის ცივი კანონის წინაშე აღმოვჩნდი, რომელიც კანონიც აბსტრაქცია არ არის ჩემთვის, იმიტომ რომ ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად, მან სიტყვით წამოსთქვა ეს კანონი, გამოსთქვა ეს კანონი, რომელიც სახარებაში მიდევს, სახარებაში ძევს და ამიტომ აქედან გამომდინარე, აი ამ კანონით განვისჯები და შესაბამისად ეს მდგომარეობა უსჯულო მდგომარეობა, ამიტომ ჩემთვის გასაგებ ენაზე მელაპარაკება, ღმერთი რომ გავიგო რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ამავე დროს რისხვით და მწუხარეთ, მას გული ტკივა, მას ვუყვარვარ და მე კიდე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მასთან არ ვიყო. აი წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც ქრისტე არ აწამს, ქრისტეს ღმერთობა არ აწამს. ჩვენი გადასაწყვეტი რო იყოს, მაგალითად, რომ ახლა ამ ადამიანს რა უშველოთ, ერთადერთია, მას უნდა ღვთის რწმენა მიეცეს. ღმერთო მიეცი რა რწმენა, გევედრები, მიეცი რწმენის ნიჭი. მე ხშირად მივეუბნები ხოლმე ადამიანებს, ჩემთან რომ მოდიან, რომ შენ თუ ქრისტეს ღმერთობის რწმენა არ აქვს, ჩვენი კომუნიკაციას აზრი არ აქვს. ვერაფერთ ვერ დაგეხმარები. შენ თუ ქრისტეს ღმერთობა არ გწამს. ჩვენს ურთიერთობას უბრალოდ აზრი არ აქვს რა და დროის კარგვა მხოლოდ. შენ უნდა ეს რწმენა მოგენიჭოს.